ჩანვარმა ჩემი ცორი დისკომფორტი იმას მარტყავს. ესე მოვაწყე, რა ვიცი, ნახოთ რა როგორ იქნება. დაველოდოთ ახლა ცოტა. იცით, აი ახლა აქ მეკითხებოდნენ იმასთან დაკავშირებით თუ რატო არ წერ სიაში. ამ ყველაფერს ახლა მე რა თქმა უნდა ვერ ახსნი აქ. უბრალოდ გეტყვით, ვინც არის აქ სიაში. ისინი იღებენ მონაწილეობას აი ამ მინი დიაგნოსტიკებში, ბარათებში და გვარით და სახელით, მეგობრებო. მე ვინ ჩავწერო, რა ჩავწერო, მე ხო არ ვიცი, ანუ ვისთან მაქვს საქმე? ეს ჩვენ ზუსტად აი ამებს სწავლობთ, აი ამებს ვარკვევთ, ენერგიებთან მუშაობთ და მე თუ, ანუ ეხლა აი უბრალოდ მინდა ეხლავე აი ამ წუთში ერთი წუთით გავცე პასუხი, რატო არ მამატებთ სიაში TASL ფოსტა კოკოტი 10. ანუ ძალიან დიდი ბუდიშით რა, აი არ ვიცი. სასაცილოა სატირილი რო არ იყოს, რა უბედურება. მე ესეთი მუშაობის წესი მაქვს, უპირველეს ყოვლისა, ჩემგან დისციპლინა, ყველანაირ მიმართულებით პირველი და უმთავრესი რაც არის, ხო? იმასთან მიმართებაში, რასაც ვაკეთებ და რასაც როგორც მუშაობთ მე და ჩემი ჯგუფი, ეს ენერგიებია და ამიტომ ეხლა, აი ვის ვესაუბრობ. ამიტომ გაუზიარეთ და აღიარეთ თქვენი თავი სამყაროს წინაშე. კარგით. მე გაგეცნობით ახლა, შეიძლება ბევრი ახლები არიან, 33 ადამიანია მგონი უკვე შემოსული. როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა, ხა ბევრი ყველა არ შემოვა, ხო, მაგრამ ვინ შემოვიდა და ვისაც უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა. მე ვარ დიანა ახვლედიანი, ექიმი, თერაპევტი, ფუდ კოუჩი, ენერგო კოუჩი. მაქვს ჩემი პროექტი დიასფერო ინტერნეტ სივრცეში. ეს არის რაც კი რამე ეხება მედიცინას, აი ეს ორი სიტყვით რო ვთქვა. ასევე მე მაქვს გადათარგმნილი ტიბეტური ტრაქტატი, სამედიცინო ტრაქტატი და მაქვს ვებინარები ჩაწერილი, ვიღაცას ჩართული აქვს მიკროფონი და გამომიტიშე თუ შეიძლება მიკროფონი. და ეხლა რას ვაკეთებ აქ? რას ვაკეთებ აქ? ჩემ ცხოვრებაში მოხდა ძალიან დიდი გარდატეხები. გარდატეხა მოხდა ზაფხულში, ივლისის თვეში, ივლისი-აგვისტოს თვე იყო, როცა მე აღმოვაჩინე განსხვავებული თვისებები თუ ნიჭი თუ უნარჩო თუ უნარი თუ რაც ქვია უფალმაიცის და მე ჩემი კვანტური ველის გაძლიერების შედეგად შევდივარ გარკვეულ მდგომარეობაში ფიზიკურად და მგონებრივად და ნებისმიერ მოთხოვნაზე რაც აქ ადამიანს რო შეუძლია შემოვიდეს მოთხოვნით მე მისი ქვეცნობიერიდან ვკითხულობ იმას რაც არის იქ, მაგრამ ჩვენ ადამიანებმა, ხო, ეს ვიცით მარტო 5%, 95% არ ვიცით, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეცნობიერია და 5% კიდე აგრეთ ცნობიერია და ამდენამეს ვაკეთებთ, ვაშენებთ, ვანგრევთ, გვიყვარს, ვწუხварთ, ვტირივართ, ვიცინით და ასე შემდეგ. როცა მეკითხებიან, ხშირად დაუსვიათ შეკითხვა, ხო, თუ შეიძლება გამარკვიეთ რა მეთოდია. უპირველეს ყოვლისა, მე ხლა კიდე მინდა ვთქვა, რომ მე არავის ინდივიდუალურად არ ვპასუხობ, არანაირ რჩევებს არ ვაძლევ იმაში ინტერნეტში, იმიტომ რომ ცნობიერად მე რა ვუთხრა, ხო? მე რასაც ვაკეთებ ამ ყველაფერს კვანტურ ველში. და რა თქმა უნდა, ეხლა არც ვცემ პასუხს რა მეთოდია და რამდენჯერმე რომ შემეკითხნე, ხო, მე უბრალოდ დავფიქრდი თუ რა მეთოდია, ხო, და უბრალოდ მე ჩემ თავს ვუთხარი, რომ ეს ჩემი მეთოდია. რატო ჩემი?
ეს ჩემთვის არავის არ უსწავლებია. მე ეს არ წამიკითხია. არ ჩამიდია იქ სადღაც. უცებ ძალიან დიდი მუშაობის შედეგად ჩემ თავზე. შეიძლება ითქვას 10 და 10 წელზე მეტი მუშაობის შედეგად ჩემ თავზე. მიზნობრივად 10 იმიტომ ვიძახი, რომ მედიტაციებში ვარ 10 წელი, მაგრამ მე 10 წლებია რაც ჩემ თავზე მუშაობ. და გამომდინარე აი ამ ძალიან ღრმა მედიტაციებმა, რომელიც საათებით მიგრძელდებოდა წლების განმავლობაში, გააძლიერა ჩემი კვანტური ველი. კვანტური ველი აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს აქვს. იგივე ეს ბიოენერგო ინფორმაციული სისტემა არის, ველია. იგივე ეს აურა, რასაც ეძახიან, გარე ველი, თუ აი 1000-ნაირი დასახელებები აქვს. მაგრამ ჩემთვის ესეთი კომფორტულია კვანტური ველი, იმიტომ რომ კვანტი ეს სუბატომური ნივთიერებაა, მაგაზე პატარა ნაწილაკი არ არსებობს, რის მეშვეობითაც შედგება სამყარო, ჩვენ სამყაროც ყველაფერი და აი ეს ველი ჩვენ გვაქვს გარშემო ყველას. და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ეს გააკეთოს, რასაც მე ვაკეთებ. უბრალოდ მე ძალიან დიდი მუშაობის შედეგად და მე ხო არ ვიცოდი რომ ეს მომივიდო და ჩემი ველის გაძლიერების შედეგად მე მივიღე ეს, რაც მე მივიღე. მარტო ჩემ თავს კი არა ვშველი სხვადასხვა მიმართულებით ნებისმიერი სფეროში, ხო? უპირველეს ყოვლისა, აქ ჩვენ ვალაგებთ 4 სფეროს. და აი ამ 4 სფეროდან ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მოთხოვნა გავაკეთოთ. და ამაზე ჩვენ მე ვხედავ თქვენს ქვეცნობიერში და კვანტური ველიდან ვკითხულობ აი იმ დესტრუქციულ პროგრამებს, თუ რატო ხართ დღეს ესე და რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ აი ეს შეიცვალოს ენერგეტიკულად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არ არის გაწერილი დროში, თორე აი აქ უკვე ჩემი, ასე ვთქვათ, ქრონიკული ჩემი გოგოები არიან, ვინც უკვე დიდი ხანია ჩვენთან რამდენიმე თვე არიან და ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ჩვენთან და გეტყვიან თუ სხვადასხვა მოთხოვნები თუ რამდენად ძლიერი დესტრუქციული პროგრამა არის და თუ რამდენად იოლი პროგრამა არის, გამომდინარე იქიდან შეუძლიათ მიიღონ ზოგს ტრენინგების მსვლელობის დროსაც კი მიუღია შედეგი, როცა ვაკეთებ პრაქტიკებს და მედიტაციებს. იმ დღესვე მეორე დღეს ერთ კვირაში, ერთ თვეში, მაგრამ არა, ერთი წელი ჯერ არ არის, რაც ამას ვაკეთებთ, მაგრამ ერთი წელი არა, იმიტომ რომ ეს ენერგიებია, როგორც კი მოქმედებ ენერგიებზე, ისინი იმ წუთში გაძლევენ უნიკალურ შედეგს. ეხლა ჩვენ დღეს უნდა ამოვირჩიოთ 5 ადამიანი, ვისაც გავუკეთებ მინი დიაგნოსტიკას. ბარათების მიხედვით. ეს ბარათები არის ჩაწერილი ველში, სადაც არის ჩადებული იერარქიული სქემა ჩვენი, ზოგადად ნებისმიერი ადამიანის და აქედან გამომდინარე, აი ეს მინი დიაგნოსტიკა, აი ამ ბარათებით, არის ნაპერწკალი იმის, თუ მერე ჩვენ შემდგომ ველში უკვე დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციაზე როცა მოდიან, ხო? ინდივიდუალურად დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციაზე შეგიძლიათ აი აქედან დაიწყოთ უკვე აზროვნება თუ რა მოთხოვნა შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ. ეს არის ტრიგერი, ასე ვთქვათ, აი ეს მინი დიაგნოსტიკები. დაუშვათ მინი დიაგნოსტიკებზე მე ელემენტალურ რაღაცებს ვიხსნი ხოლმე, აი ყოველდღიური რაღაც თუ უცებ შევნიშნე გავშლი ბარათებს და ის რასაც მიჩვენებს, იმას ვიტყვი ან გავაკეთებ იმ დღისით. შეიძლება ის დღე, მეორე დღე, უბრალოდ ეს ისეთი რამეა, რომ ის იმ წუთში ვეხედავ ამის შედეგს, მაგრამ თუ გინდათ უკვე ღრმად ველში მუშაობა, ეს უკვე რა თქმა უნდა არის დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციები უკვე კვანტურ ველში. ილონა, თუ აქ ახარ, თუ შეგიძლია ანა ნატა შემოვიდა ერთი და დაამატეთ რა 156 იქნება ციფრი. და დღეს ჩვენ გავაკეთებთ აი მინი დიაგნოსტიკებს, მე ჩავატარებ მედიტაციას. მედიტაცია არის END. შემდგომ ეს მედიტაციები, ახლა ისინი ძალიან მაღლა არიან წასულები, მე ჩვენ გავამეორებთ. ჩვენ რამდენიმე მედიტაცია გვაქვს ჩაწერილი აქ, აი ესეთ უფასოდ და თავისუფალ რეჟიმში. ეს იქნება მეხუთე მედიტაცია. ყველა მედიტაცია არის უნიკალური და განსაკუთრებული, მაგრამ ერთ-ერთს გამოვყოფდი, რითაც მე დავიწყე, ეს არის ჯანმრთელობის მედიტაცია, რის შედეგადაც არა მარტო ჯანმრთელობის სიტუაციებზე ვმუშაობთ, ხო, იქ ლაგდება ნებისმიერი სხვა სიტუაციებიც, იმიტომ რომ
ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ენერგიებთან გვაკავშირი და მაგიდან გამომდინარე. ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს, აქ არიან გუგუები, ვინც ჩვენს ტრენინგებს ესწრებიან. ეს არის მთლიანი, ამბანი ცხოვრების. ტრენინგები არის ძალიან ძლიერი, იმიტომ რომ მე ვაკეთებ ამას. უფრო გავაძლიერეთ ბოლო 2 ტრენინგი, ტრენინგი ძალიან მაგარი იყო და უფრო გავაძლიერეთ იმით, რომ ბოლო დღეს, 3 დღიანებია ტრენინგები, 2-3 დღიანები. ბოლო დღეს ჩვენ მუშაობთ კვანტურ ველში მოთხოვნით. აი ეხლა დავუშვათ, როცა გვექნება 8-ში, 9-ში თემა არის ჩემი დანიშნულება, ჩვენ გავაკეთებთ 5 მედიტაციას პრაქტიკებს, თან ვარჩევთ ამ ყველაფერს ტრენინგებზე, 2 დღიანი იქნება, მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ პირველ დღეს და მეორე დღეს ჩვენ ვიმუშავებთ ცოცხალ კვანტურ ველში, რომელსაც მე შევქმნი და გავაჟღერებთ ასეთ მოთხოვნას ჩემი დანიშნულება. აბსოლუტურად ვინც კი არის იმ წუთში ველში, მერე ვინც კი უსმენს ამას, იმიტომ რომ ეს ენერგეტიკულად ეს ველი მოქმედებს, ხო? ყველა სათითაო ადამიანის პატარ-პატარა კონცეფციას ვიღებ პროგრამებს და როცა ვკითხულობ ბრჭყალებში, ხო? მე გავდივარ სივრცეში და ვიწყებ საუბარს, რის შედეგადაც ნებისმიერი ადამიანი მერე როცა განხილვას აკეთებთ, პოულობს თავის თავს და განიცდის ტრანსფორმაციებს და ხედავს თავის დესტრუქციულ პროგრამებს თუ სათქონია, აი ამ მოთხოვნაში, კონკრეტულ მოთხოვნაში სათქონია პრობლემა. მერე შემდგომ 1 კვირის შემდეგ ამ ტრენინგს რო ჩავატარებ, მე ვატარებ ჯანმრთელობის ტრენინგს, ასევე მედიტაციები და მანდ პლუს იქნება ძალიან ძლიერი პრაქტიკები შიშზე. მედიტაცია და ძალიან ძლიერი პრაქტიკა შიშებზე, უბრალოდ და მეორე დღე ჩავატარებთ კვანტურ ველში მოთხოვნით ჩემი შიშები. სადაც ამოუვა ყველას თავისი დესტრუქციული პროგრამები, თავისი შიშების პროგრამები, მოახდენენ ტრანსფორმაციას, ექნებათ ინსაიტები და მერე ყოველდღიურ რეჟიმში მიხვდებიან თუ როგორ რანაირად უნდა დაალაგონ და თან ამას მოყვება, რა თქმა უნდა, მედიტაციებიც. ნებისმიერ ტრენინგზე ვინც ესწრება, ჩვენ ტრენინგზე ლაივში მხოლოდ ამას ვუსვამ ხაზს, მე ლაივები მიყვარს. ლაივში ვინც ესწრება ტრენინგს და მერე მოდის შემდგომ ტრენინგზე, ის მოდის ფასდაკლებით ყოველთვის. ეს გოგოებმა იციან უკვე ვინ ჩვენთან დადიან და ასევე ვინც წამოვა ეხლა 8-9 თებერვალს 7:0-ის ტრენინგზე, 8:0-ის ტრენინგზე ექნება ფასდაკლება. ეს რაც მინდოდა მე თქვენთვის მეთქვა, მაგრამ ეხლა უფრო მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვთქვა და რა მოხდა გუშინ. ესე იგი, საქმე იმაშია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემთვის არავის არ უსწავლებია, ენერგიების მართვა, ენერგიების შეგრძნება, ენერგიებთან კონტაქტი, და ან ველში ეს კითხვა, ან როგორ შევიდე, როგორ გამოვიდე, რას გრძნო, მე ჯერ გეთი ამებს ვერ წავყვები. ეს არ არის სიტყვები, რომ მე მოვყვე ეს თუ მე ამას როგორ ვაკეთებ, იმიტომ კი არა, რომ მე ამას ვერ მოვყვები და მე საერთოდ არაფერსაც არ ვმალვა, ვინც მე მიცნობს იცის ყველა. არა, უბრალოდ არ შემიძლია ნახსნა რა მიმართება, რას ვაკეთებ შიგნით, როგორ ვაკეთებ, როგორ შევდივარ, როგორ გამოვდივარ, როგორ ავხედავ იქ, რას ავხედავ. მე უბრალოდ რასაც ავხედავ, მე იმ წუთში ტრანსლირებას ვაკეთებ, მე იქ ლოგიკურად არ ვაზროვნებ. და ტრანსლირებას ვაკეთებ იმის და მე უკვე ვისი მოთხოვნაც არის, ის უკვე ცნობიერში გადმოყავს ეს ყველაფერი და უკვე ხედავს თუ რა ხდება მის ცხოვრებაში. გუშინ მოხდა ესეთი რამ. და მე ყოველთვის გრძნობ, რომ სულ რაღაცა ახალი რაღაცები მემართება და მე რა თქმა უნდა ისა ყურადღებით ვარ თუ
რა მომდის, რა შეგრძნებები მაქვს, რა უმჯობესდება, მე უკვე გაჟღერებული მაქვს ტრენინგებზე, ხო, გოგოებთან, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ მე მივხვდი იმას, რომ მე უფრო ძლიერად ვაკეთებ ტრანსფორმაციებს. ანუ მე ამ ტრანსფორმაციებს ვაკეთებ ჩემი სხეულის ფიზიკის გავლით. გესმით, ის 1 საათი მიმდინარეობს ეს ტრანსფორმაცია, დიაგნოსტიკა 9 საათი თუ 45 წუთი, მე ამას გავდივარ ჩემი ფიზიკის დონეზე და პლუს ჩემი გოგოების ჯგუფი მეხმარებიან აი ამ ტრანსფორმაციებში. და ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ერთობლივად და ძალიან დიდი მადლობა მათ აი ესეთი დახმარებისთვის, იმიტომ რომ ისინი მე ძალიან მეხმარებიან აი ამ ტრანსფორმაციებში. ეს არის საკმაოდ ძალიან მძიმე ფიზიკის დონეზე გადასატანად, როცა განვიცდი ტრანსფორმაციებს. ეს არა იცით რომ წერენ რომ იცით მე თქვენ ჩაატარეთ ერთი მწერს და მე გადმომიგდეთ ჩანაწერი. ეს შოქში ჩავარდი. ვის უნდა ჩაუტარო? აი უბრალოდ მე იცით რა მინდა ვთქვა, რომ თხოვნა ყველასთან, რომ ვინც კი მოდი, ხო? მე არ მინდა მილიონობით ადამიანი მოვიდეს 1-2, მაგრამ შეგნებულად და მე შედეგს დაინახოს შედეგი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ყოველთვის შედეგი იქნება. ვის უნდა ჩაუტარო? თუ იმ ადამიანს არ აინტერესებს ის თავის თავზე, მე რატო უნდა დამაინტერესოს? თუ ადამიანს არ გამოუყვია, ზოგი თვეში ერთხელ აკეთებს დიაგნოსტიკას, ხო, ზოგი თვეში 2-ჯერ, ვისაც რამდენჯერ უნდა, რა თემაზედაც უნდა, რა მოთხოვნაზედაც უნდა, თუ იმას არ შეუძლია გამოყოს თავისთვის 1 საათი, მე რატო უნდა გამოყო მისთვის 1 საათი? აქ თანხაზე არ არის საუბარი. გამიგეთ? კი, რა თქმა უნდა გადაიხადო. იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი ენერგოხარჯვა მიდის ჩემი და ეს არის სუფთა გაცემა მიცემის ბალანსის დამყარება და დაბალანსირება. ჩვენ ამასთან კიდე გავაჟღერეთ, ჩვენ რაც გვემართება ჩვენ ჯგუფს, დისბალანსები ან რაღაცა სიტუაციები, ჩვენ ყველაფერს ვაჟღერებთ. და ამასთანაც გავაჟღერეთ, რომ ჩვენ ძალიან დიდი უფასოები ჩავატარეთ, აი ნებისმიერი მიმართულებით. არ ვიცი. აი რო იყვნენ გავახედეთ იქით. და შედეგად მივიღეთ ყველამ დისბალანსი. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ამას ვასწორებთ და ვიცით რა შეერთ დაუშვით შეცდომები და ახლა ამ ყველაფერს ვასწორებთ და გავდივართ ბალანსებში და აი იმ დისბალანსის შედეგად რაც ჩვენ გადავამეტეთ და ზედმეტი გავეცით, ხო? ჩვენ ყველა მოვიმკით ეს დღემდე, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ნებისმიერ ქმედებას, ნებისმიერ სიკეთეს, საც ესე ვიტყვი, რაც დიანას არ ესმოდა 10 წლების განმავლობაში, სჭირდება ტორმუსი. უნდა გამოიხედოთ ეს თქვენი სიკეთე, სად მიყავს თქვენ სიკეთეს თქვენი თავი. ეს მე ვიგზენი, როცა უკვე დავიწყე ველში სიარული, ასე ვთქვათ. და მოხდა ესეთი რამ. მე ვესწრები აკადემიის ნაყიდი გვაქვს ახლა ონლაინ ის რეალითი მიმდინარეობდა და იქ ქონდა ნაყიდი და იქ ესეთი პრაქტიკა გააკეთეს და თქვენ მეც გავაკეთებ, ხო? რაღაც ჯერ ესე რო უყურებდი, ახლა ვიცახი, ახლა მე ამას ვერ შევძლებ. ადამიანმა ხო იცის რა შეუძლია და ახლა მithumetes ეს ჩემთვის ახალია, ხო, ყველაფერი ახლა. ვიცახი ახლა, მაგრამ მე ამას მოდი მოусმენ. ეთი უყურებ, ვის რა გამოვა, ხო მაინტერესებს რა შედეგები იქნება, ვინ რას იტყვის. და ესეთი სურათია. არის სცენა, ესეთი პრაქტიკა არის. იქ რამდენი ადამიანი იყო რეალიც, არ ვიცი ზუსტად. არის სცენაზე ერთმანეთის მოშორებით დადგეს 3 სკამი. ამ სკამზე დადეს შავი ყუთი. სათითაო სკამზე დადეს შავი ყუთი. და წინ დადეს ქაღალდი, სადაც დაწერეს პირველი, მეორე, მესამე. და როცა გააჟღერეს, თუ რა დავალება უნდა ყოფილიყო, მე აქ დავფიქრდი, რომ არა, ახლა ამას როგორ გავაკეთებ, მე რა ვიცი. საერთოდ გონზე არ ვიყავი, რა უნდა გამეკეთები. და თქვენს 5 წუთის განმავლობაში არ ვიცით როგორ, რანაირად, რა შეძლებ
თქვენ უნდა ამოიცნოთ ის საგნები, რაც ალაგია ამ სათითაო ყუთში. ეხლა იქ ვიც რეალიტიზე იყო, იმათ ქულები ეწერებოდათ და იქ, სამუშაო პროცესი იყო. და გამეცინა ეხლა, მე ვიცახი. ნეტო ერთი რა იქნება, როგორ ამოიცნობ მეთქი და უცებ იცით, ეგ ესე გადამტრიალდა ტვინში რაღაცა. ცხოვრებაში არ გამიკეთებია ესეთი რაღაცა. და აი ესეთ მანძილზე ვიჯექი იმასთან, ლეპტოპთან და უბრალოდ ავიღე გავშალე ხელი და მიმართე პირველი ნომრისკენ, მერე გადავედი, არ ვიცოდი ამას რატო ვაკეთებდი, გადავედი მეორე ნომრისკენ, გადავედი მესამე ნომრისკენ. რო შემეკითხოთ რა იგძენით, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ისევ სიტყვებით აუხსნელია და ალბათ ეს ენერგიების დონეზე რო ხდება, მე ამას იმიტომ ვერ ვხსნი. მაგრამ ერთადერთი, ანუ რა ასე ვთქვათ, რა ვიფიქრე, რა იქნება და ვიფიქრე, აი ამ პირველ ნომერში რაღაც ცოცხალია ჩემთვის, მაგრამ ვიცახი ხოლმე იმ თიბეტსო შავყუთში რა ცოცხალი უნდა იყოს. შუაში მეორეში თქვი რომ ისა აქ შეიძლება კალამეიდოს მეთქი. მაგრამ ის აი იმისკენ საერთოდ გაციებული იყო ყველაფერი. აი გესმით? აი ის ემოციები არ ვიცი რა გადმოვწე რაც ვიგძენი, მაგრამ იქ არაფერი არ ვიგძენი, შემიძლია აი ეს თქვა. და მესამე ყუთთან ვთქვი რომ აქ არის წიგნი. ესე ვთქვი. აქ არის წიგნი. ეხლა ველოდები. ეხლა როგორ მაინტერესებს რა იქნება. ის რაღაცები სასაბარებელები ქონდათ იქა, ყველაფერი ჩააბარეს იმ ჯგუფებმა ყველაფერი და ეხლა ყველა ველოდებით რა იქნება. გააღეს ახადეს პირველ ყუთს. პირველი ყუთიდან ამოვიდა წიგნი. და ამ პირველ სკამზე მე ვიგძენი უფრო ძლიერი ენერგია. პირველ და მესამე სკამზე ვიგძენი ძლიერი ენერგია. ეს წიგნი იყო იმ ძლიერი ქალის ენერგეტიკულად ინას წიგნი, რომელიც რა თქმა უნდა ძლიერი ენერგიებით იყო დატვირთული და მე ამიტომ ვიგძენი აი რომ იქ იყო რაღაცა სიძლიერე. ცოცხალი და ეს რა თქმა უნდა ცოცხალია და ენერგეტიკულად მე იმიტომ ავთქვი ცოცხალი რომ მე ვიგძენი რომ ეს ძლიერი ენერგია იყო და ამოვიდა რომ ეს წიგნი არის. მეორეზე ამოვიდა მათი ემბლემა რაღაც რადგეთის უნდა დაეჯილდოებინა და მე არ მქონდა მიზანი ახლა მაგ ემბლემისა, ასე ვთქვათ, ოცნება არ მაქვს მაგისი და ამიტომ ვიყავი ძალიან გაყინული აი ამ მეორე სკამის მიმართ და მესამე სკამი რო ახადეს ამოიღეს პატარა აკვარიუმი სადაც იჯდა ერთი თევზი. ანუ ცოცხალი არსება. და მე დავრჩი გაოცებული. სადაც მე ვთქვი წიგნი, იქ აღმოჩნდა ცოცხალი არსება, სადაც მე ვთქვი ცოცხალი არსება, იქ აღმოჩნდა წიგნი. მაგრამ მე რო დავფიქრდი და ანალიზი რო გავაკეთე, ეს ორივე ცოცხალი არსება იყო ჩემთვის, იმიტომ რომ გას ძალიან ძლიერი ენერგიები აქვს და ის ხო ზოგადად ცოცხალი იყო. უბრალოდ დასახელებები შემეშალა, ასე ვთქვათ, მაგრამ რო ვიგძენი ეს ცოცხალი ენერგიები, ხო? ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი აღმოჩენა. მე ეს პირველად გავაკეთე ცხოვრებაში და არც მეგონა რომ გამომივიდოდა საერთოდ და არც ის მეგონა თუ მე ეს რაღაცა შემიძლია. აი უბრალოდ ესე წამოვიდა თვითონ, აი რაღაც დინებით წამოვიდა, რომ მოდი ესე ხელი გავაკეთო, აბა ერთი ვნახო რა გამომივა და უბრალოდ დავასახელე. უბრალოდ დავასახელე, იმიტომ რომ ის რაღაცა ცვლილება ვიგძენი ენერგეტიკული. და აი რა წამოვიდა, როგორც ჩანს ველში ვიყავი და რა წამოვიდა თავისით და ის დავასახელე რაც წამოვიდა. ეს ჩემთვის იყო აღმოჩენა, რა თქმა უნდა, და ჩემი თავისთვის და ეს ჩემი თავისთვის იყო კიდე იმიტომ აღმოჩენა, რომ ეს არის კიდე პატარა გარღვევა აი ამ ჩემ მუშაობაში და აი ამ ჩემ ნიჩში და გამოვლინებაში. და ეს რა თქმა უნდა მე მეხმარება ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე როგორც ჩემ თავს დავეხმარო, ასევე ვისაც აქვს სურვილი, რომ დავეხმარო მათ და ერთი სიტყვით ყოველდღიურ დაკვირვებებში ვარ და მე არ ვიცი ეს
რაში კიდე როგორ და რანაირად გამოვლინდება, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. და მადლობა უფალს აი ამ ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებ. ამიტომ ენერგიებთან რომ ვმუშაობთ, ხო? აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანმა პოზიციონირება თავისი გააკეთოს სრულყოფილად და ღიად. და მე იმიტომ მოვითხოვ ყველასგან იდენტიფიკაციას პიროვნების. იმიტომ კი არა ეს ჩემი ციკებია. ვინც ესწრებიან ლაივებს დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციებისა და ვინც უკვე ჩაიტარა, იმათ იციან თუ ზედმეტი სახელებიდან, ორი სახელებიდან ან არათავიანთი გვარებიდან რა დინამიკები მოდის და რა დესტრუქციული პროგრამები მოდის. კიდე ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება უკვე ჩემი დაკვირვებებიდან, უკვე სუფთა ჩემი მუშაობიდან გამომდინარე, თუ მე რას ვხედავ აი ამ დიაგნოსტიკებში. რაც ძალიან გამოვლინდა, მე ერთხელ ვთქვი, რომ ძირითადად მოდის 25-40 ასაკამდე ძირითადად აი ეს 40 ცოტა მეტი ასაკი, არა, აი 40-მდე ძირითადი ბირთვია, ვინც მოდის და ვისაც ყველაზე ბევრი დესტრუქციული პროგრამები აქვს, ეს არის გამოხატული აი იმ პირობებიდან და იმ ყოფიდან და იმ ცხოვრებიდან, რაც გაიარა აი ამ თაობა. და მაგიტომ არის ეს სიტუაციები. ძალიან გამოიყო ამ ბოლო დროს ესეთი დესტრუქციული პროგრამები ფულთან მიმართებაში, ანუ ფინანსებთან მიმართებაში. იცით, მე არა მაქვს თანხა, მე მინდა თანხა, მე ვერ ვაგროვებ თანხას, მე სულ მეღვრება თანხა, მე სულ მეფანტება თანხა და ასე შემდეგ. და ყველასხო სხვადასხვანაირი პროგრამა აქვს. ხო? ყველასთან სხვა სხვადასხვა სურათებს ავხედავ, მაგრამ გამოიყო ერთი ძირეული პროგრამა. ეს ძირეული პროგრამა მდგომარეობს იმაში, რომ არასწორი ენერგეტიკული გადანაწილება იმის, რაც მე მაქვს, რაც მშობლებს აქვთ. გარიყვა დედრობითი სქესის, წინ წამოწევა მამრობითი სქესის, ან რამდენიმე და უპირატესობა იმისა, ეს რას იწვევს? არასწორი ენერგეტიკული გადანაწილება ქონების. ვითომ და არაფერის. ქონება ეს ხო ფუძია, ეს ხო ოჯახია, ეს ხო იერარქია. არასწორი გადანაწილება და გარიყვა იწვევს დესტრუქციულ პროგრამებს, რომლებიც გამოვლინდება მერე ცნობიერში და ცხოვრებაში, რომ ბინა არ აქვს თავისი ფულს ვერ აგროვებს, სულ ეღვრება ფული, სულ ეფანტება ფული, მარტო პურის ფული გამოსდის, მინდა ვიყიდო ბინა და ვერ ვყიდულობ და აი ესეთი დესტრუქციული პროგრამები ვლინდება და ეს მე რასაც ვხედავ შიგნით, ხო? იქ ველში და მათ ნებისმიერი ადამიანის ქვეცნობიერში ეს ყველაფერი, ანუ პროგრამები იყრება სულ აი აქედან ოჯახის იერარქიიდან, სადაც ეს პროგრამებს რო პოულობ და მე რო ვაჟღერებ, ხო? მე ისინი ბოლოში ხო ვეუბნები რა იყო აქ თქვენთვის მისაღები, რა არ იყო და ასე შემდეგ. ისინი აჟღერებენ. რო კი, აი ესე არის, ანუ ის ან გარიყულია, ან ესეთი შვილი იყო, ან ისეთი შვილი იყო, ან არ არგუნეს, ანუ აი 1000 რაღაცა. ეს არის ძალიან გამოყოფილი. აი ესეთი ტენდენციები უკვე ჩემი დაკვირვებით არის, რასაც მე ვაკეთებ, რასაც მე ვხედავ და რაშიაც ვეხმარები, ვისაც უნდათ.
მე სულ ამდენს არ ვაპირებდი რომ მე თქვენთვის მესაუბრა, მაგრამ აი მაინც კი ჩავთვალე რომ ეხლა ეს საჭირო იყო რომ გწოდნოდათ. მე კიდე რატო ამახვილებ ამაზე ყურადღებას იცით, უბრალოდ მინდა რომ ადამიანმა გაიგოს, გაათვითცნობიეროს, მოусვინოს რამდენიმე ჩემ ლაივს. მე ყველაფერი რაც კი რამე ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში აი ამ კვანტურიდან, ხო, ყველაფერი მაქვს აღწერილი ვებინარებში, კვანტურ ფსიქოლოგიაში დევს იქ პლეილისტები და იქ ყველაფერი შეგიძლიათ რომ მიხვდეთ და გაიგოთ თუ რას ვაკეთებ და თუ როგორ უნდა მოხვიდეთ, თუ რა მოთხოვნით უნდა მოხვიდეთ, თუ საერთოდ რა არის ეს. ზოგს გონია რომ ექიმი რა კი ვარ, მოდიან დიაგნოსტიკაზე. არა, ეს არ არის ეს დიაგნოსტიკა. მე 38 პაციენტი მიმიღია დღეში და დიაგნოსტიკა გამიკეთებია, ანუ გამისინჯია, ხო? 38-ს მე ფიზიკურად, 38 კი არა, 3, 4 და თუ ყოფილა შემთხვევები 5, ნუ რაღაც იქ ჩვენით რო დაგჭერებია დიაგნოსტიკა, მე საერთოდ აუჩი გავსულ ვარ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ენერგოხარჯვაა. თქვენ მე მგონი გახსოვთ მიმართავ მათ ვინც ლაივებს ესწრება, ვინც გადის დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციებს, ისინი არიან ჯგუფში, სადაც ყოველდღე ჩვენ ვატარებთ ამ დიაგნოსტიკებს და ნებისმიერ შეუძლია რომ დაესწროს იქ, იმიტომ რომ თვითონ ტრანსფორმაციებს გადის. თქვენ გახსოვთ რომ ეხლა პარასკევს მე 2 დიაგნოსტიკაზე ვთქვი უარი და გადავიტანე. იმიტომ რომ ზუსტად გავდიოდი აუჩში. დავარღვიე ბალანსი წინა დღეს კიდე მოვჭით ტრენინგს. მე ვიცი რა შეას დავარღვიე ბალანსი და ნუ ამას ვასწორებ. ამიტომ აქ მოვიდე გასართობად და ერთი რას მეტყვის, ან ერთი ცადო რა დიაგნოსტიკა, არა, ესე არ არის. მე ხო მაგასაც აღვზნობ, ვინ პირდაპირ მithქვია კიდევაც და კი მივთხარი, ნუ დამემალავთ, რომ ან როз ინტერესისთვის ხართ, ადრე უფრო იყვნენ ესეთები. ეხლა მე უკვე მიხვდა ხალხი, რომ აქ ცოტა სხვა რაღაცა ხდება, მაგრამ თავიდან კი უბრალოდ ინტერესისთვის იყვნენ, მოსულან და წასულან კიდევაც არც არაფერი არ გაუკეთებიათ და ეს მათი უფლებაა და მათი გადაწყვეტილებაა. აუცილებელი არ არის, რომ ყველა მიხვდეს, ხო, და ყველა მიიღოს. მე ხო ყველაფერს არ ვიღებ, რატო უნდა მიიღოს სხვა ყველაფერი. ესეც ინდივიდუალურია. კარგით, მაიკო, ეხლა აქ ახარ თუ არა? ეხლა ჩვენ შევიყვანეთ ის ციფრი, რა ციფრები ჩვენ აქ გვაქვს და ეხლა შემთხვევითი ციფრების გენერატორის მეშვეობით ჩვენ შევიყვანეთ 156 ციფრი და ჩვენ უნდა ჩავუტაროთ დღეს 5 ადამიანს დიაგნოსტიკა, მინი დიაგნოსტიკა ბარათებით. 157 ნათიამ შეიყვანა ანა ჰატა თუ რაღაც. ერთი წუთით მაშინ, ერთი წუთით ცოტა იქით გავწიო. ერთი წუთით აქ მე რამდენიმე კომპიუტერთან და ლეპტოპთან ავზივა. კარგით. 157. ეხლა მე როგორც ყოველთვის შევეცდები ესე მივატრიალო და ვერა ხედავთ, ხო? აი, მე მგონი გამოჩნდა, ხო, გოგოებო? თავარია გამოჩნდება ეხლა ციფრები. და დავაჭერთ ეხლა ამას და გამოგვივიდა 5 ციფრი. ჩავიწეროთ 114 87 108 75 47 და ნომრები დაასახელეთ ვინც არიან. ნახეთ ყველამ თქვენი ნომერი და დაასახელეთ ვინ არის ლაივში. ახლა ლაივში ვინც არ არის, იმათ არ უტარებთ, რა თქმა უნდა. ასმათ ხვედელიანი 47 არის? მერე ლელა დალი 75. კიდე
აგვამცა ნუცუბიძე 108 ლელა პირალიშვილი 114 და 87 და 87 ნანა ბეგაძე. ესე იგი ფაქტიურად არც ერთი არ არის. აი, წავედით კიდე ერთხელ. 125. თან გვარი დაასახელი მაიკო, 125. 104 55 50 84 ანა მახარაძე. აქ ვარ. კაი. ანა მახარაძე 84 არის. ეხლა ნახოთ 50 50-ია თამუნა ბოцხვერაშვილი არ არის. 75 ლელა დალი. ლელა დალი არის. არა, წეღანაც იყო ეგ ნომერი. არა. 104 პირანიშვილი 104 არ არის და 125 104 აქ ვარ. 104 არის. და 125 125 თამუნა მიქელაძე. თამუნა მიქელაძე არის? არა. ფაქტიურად არის 104 და 82. ორი ხო? 80 კი, ორი ადამიანია. დაგვრჩა 3 გასათამაშებლად. დიახ, ერთი. 119, 123, 72. 119-ია მირანდა ბოჭორიშვილი არის. 123-ია ირინა მილნიკოვა და 72 ხო ისმის ჩემი ხმა მე მგონი კარგად. კი, მაიკო, კარგად, კი. და 72 ლიაკო გაბისონია. არც ერთი არ არის, ხო? 20 არ არის. კაი. ვიმეორებთ. 53. 53 დიკო. არ არის. არ არის. 10 ირმა ლევერაშვილი და 134 მანანა დეისაძე. არც ერთი არ არის. არ არის. კიდე 59. 59 თამარ ბედოიძე. არ არის. 115 მარინე მაღრაძე და 33 მზია ჭანტურია. არ არის. 157. ახალი დამატებული როა წეხა რო იძახდა ანა. აქ არის? არის 118 ტატუტაჯო თუ რაო ტატუტაჯო 118 არის? არის? კი, მაღრაძე. კარგით. 31 მარინე ამბობთ, მაგრამ აქ არის ტატუტა 31 ხათო მახარაძე. ხათო მახარაძე არ არის 120. ფაქტიურად დაგვრჩა 1 104 არის 84 არის 157 138. 68. 68.
115 მაღრაძიე ხო არა ვიცი. როგორ? კი, 115 მაღრაძე. კი, ჩაქცევი. მარინე მაღრაძე. ლიანა ზაზაშვილი 68. არის? დიახ, ბატონო? აქა ვარ. კი, არის. მორჩა. ერთი წუთი არ გამოგვაქვს ახლა. რაო, მაიკო? ეს ბოლო რა ნომერი იყო 67, ხო? 68. 8. 68. ეხლა 84 ნომერი, 104 ნომერი, 157, 138, 68. და წეხან რა ვიღაცა რაღაცას ამბობ. 115 იყო რომ 15. ჩემი ნომერი და 115 იყო ჩემი ნომერიო. არ თქვა და აბარ შეიძლება როგორ არა. არა, 5 ხო არის 115 მარინა, ანუ არ უწერია გვარი და სახელი, აი ეგ გამოგჩა რომ როგორ მოგეწონა. არა მიწერია მაღრაძე მარინე მაღრაძე 115. კაი. ეხლა მე ჩანაწერს ვაკეთებ, ამიტომ დაახლოებით 20 წუთში ჩვენ გავთიშავთ და ხელახლა შემოვალთ. იმიტომ რომ ატვირთვას, ტექნიკური მხარეებია, არა აქვს მნიშვნელობა ამის სახსნეს. ჩვენ ვთიშავთ ხოლმე 1 საათზე და შემოვდივართ მაშინვე. კარგით. აბა პირველი ვინ იყო ეხლა? პირველი იყო 104. თქვენი სახელი? დღე ბატონო? სხვა რამე რაო? წყდება. ნათია 104 ნათია პირანიშვილი. მიკროფონი ჩართეთ. დიახ, აქ ვარ. ნათია. კი, გესმით ხო, ჩემი? კი, ეხლა ისმის. ნათია, თქვენ შეგიძლიათ ეხლა დიახ, დიახ. რა სიტუაციაც გინათ, რა მოთხოვნაც გინათ, ის გააშეროთ და ეს ამოვა აქ და გაგიმარტებთ თუ რა არის. რა გზით, ანუ ეს იცით რა არის, როგორც აი დავინახო, გზა, საიდკენ უნდა წავიდე. აი ეს დანიშნულებაა მას. და თუ უფრო ღრმად გინდათ, მერე კიდევ ვიმეორებ, შეგიძლიათ ამაზე უკვე ტრანსფორმაციები გააკეთოთ. უკვე ველში მუშაობა. ეს ვადგენთ ეხლა. რომ დავინახოთ გზა, ან შუქი, საიდკენ წავიდეთ. აბა გააჟღერთ ეხლა თქვენი მოთხოვნა. მე მაინტერესებს ჩემი პირადი წარმატება ფინანსური. ანუ ფინანსები. ხო? იმიტომ რომ მოკლედ განმარტება არ მინდა, მე შეგეკითხები ბლოკები მაქვს, ასე ვთქვათ და მაინტერესებს. მე შეგეკითხებით, ფინანსებში რა გაინტერესებს? ამჯერად ეგ ფინანსური და პირადი. არა, ვერ გამიგეთ. ფინანსებში რა აინტერესებს? კი ბატონო. არა, ნათი, ერთი წუთით. თქვენ გაინტერესებთ ფინანსები, ხო? ხო სწორია. მაგრამ ფინანსების მიმართულება არის ძალიან ბევრი. ნათიას რა აინტერესებს? კონკრეტულად სამსახური. ანუ სამსახურის შემოსავალი არა, სამსახურის შემოსავალი ეგ სხვა არის, უკვე სხვა. აი ზოგადად ფინანსების შემოსავალი გაინტერესებთ. ანუ ფინანსების უკმარისობა, რატომ მაქვს ფინანსების უკმარისობა? ხო სწორია? ნაკლებობა. აბა სწორედ ავიღეთ თუ არა თქვენი აზრი? უფრო კონკრეტულად თქვი თუ არა? როგორ ფიქრობთ? დიახ, სწორედ ეგ. კი, ანუ რატომ აქვს ნაკლები შემოსავალი? დიახ. ფიქრო სამსახურიდან მაქვს თუ ჩემი ბიზნესიდან თუ რა, ეგ სხვა არის, იმიტომ რომ იმათ სხვა პროექციები აქვს და სხვა დინამიკები აქვს. თქვენ გაინტერესებთ ზოგადად? კი ბატონო, აბსოლუტურად სწორედ. კი, რატომ აქვს ნაკლები შემოსავალი? აი ეგ უკვე მოთხოვნა, ეგ უკვე მიზნობრივად მიდიხართ, თორე ახლა ესე ჩვენ ზოგადად შეგვიძლია. ზოგადად არ წამოვა უბრალოდ ის რაც უნდა წამოვიდეს. კარგი. მე ახლა აი ესე გავშლი, ხო ხედავთ თქვენ? თქვენ უბრალოდ მითხარით რომელი ამოვარჩიო. ან უბრალოდ მეტყვით აი მე რამდენი შეიძლება ხოლმე გოგოები და მითხარით საიდან მე რამდენი.
ესე იგი აქედან, ანუ მარჯვნიდან, ჩემგან მარჯვნიდან 1 2 3 4. 1 2 3 4. ნუ თქვენ დიაგნოსტიკა გაკეთებული გააქვთ ჩვენთან? იერარქიის მიხედვით. დიაგნოსტიკა თავიდან მინი დიაგნოსტიკები რო იყო. არა. თქვენ არც უფასოში არ იყავით დაიწყეთ. არა, მაშინ არა. არა, ხო, ესე იგი თქვენ დიაგნოსტიკა ტრანსფორმაცია ჩვენთან გაკეთებული არა გაქვთ. და აი ამოვიდა ეს, ნუ აგიხსნით, რაც არის. დიახ. აბა ეხლა მითხარით კიდე რომელი? რამდენი? 1 2 3 4 მე-5 მაქედან. დიახ. აი გენეალოგია. იერარქია. ანუ აი რამდენჯერაც ვაკეთებ ამას ეხლა ყველა მიციან ვიც ესწრებიან სისტემატიურად, ხო? იმდენად ზუსტად ამოდის ყველაფერი მიმართულება. თქვენ რა ამოგივიდათ? თქვენ ამოგივიდათ იერარქია. ანუ რატო მაქვს ნაკლები შემოსავალი, ხო? რატო გაქვთ ნაკლები შემოსავალი? ეს არის ის პროგრამა, რომელიც საპოვნელია თქვენს იერარქიაში. აქ არის აღწერილი ის, რასაც მე ვეუბნები ხოლმე, როცა მოდიან დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციაზე კვანტურ ველში, რომ დამიხაზეთ თქვენი იერარქიის სქემა და ვეუბნები რა უნდა დახაზონ. იმ იერარქიის სქემას რო დავხედავ, ხო, უკვე მთლიანი თქვენი სურათი ვიცი და თქვენ უკვე შემოდიხართ მოთხოვნით და უკვე ვიწყებ იმ პროგრამების დანახვას და ამოყრას, რატო აქვს ნათიას ნაკლები შემოსავალი. და დამატებითი კიდე იყო თქვენი იერარქია, გენეალოგია. ანუ პროგრამა დევს იქ. გამიგეთ? რა პროგრამა არ ვიცი. მე წინასწარ არაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ საერთოდ რო შემიძლია ხოლმე ვიგრძნო, სანამ ვიწყებ დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციას ველში, რაღაცა 5-10 წუთით, 15 წუთით შეიძლება ვიგრძნო პიროვნების ველი და უკვე წამოვივიდეს იქ სურათები, მაგრამ ეს რაც თქვენ გაქვთ გასაკეთებელი, ეს გაქვთ თქვენ ჩასატარებელი დიაგნოსტიკა ტრანსფორმაცია კვანტურ ველში. სადაც დასვამთ. აი ეს არის ის გზა, რაც დაგანახათ, ხო? დასვამთ შეკითხვა, აი ესეთ ამ მოთხოვნას, ზუსტად აი ესეთი მიმართულებით თუ რატო არის ნაკლები შემოსავალი, რატო მაქვს ნაკლები, ანუ სად არის ის ბლოკი, შეიძლება იყოს თქვენში, მეორე თაობაში, მესამე თაობაში, მეოთხე თაობაში, მეხუთე თაობაშიაც გავსულვა. რა პროგრამით არ ვიცი. რა შეიძლება იყოს და სად შეიძლება რომ გამოვლინდეს. აი ესეთი მე საერთოდ დიაგნოსტიკებს ვერ ვიმახსოვრებ, ანუ იქ ველში რასაც ვხედავ, რომ გამოდივარ, მე აღარ ვიცი. ერთი ეს რაღაცა მახსენდება ეხლა, ხო, რომ ითხოვდა შეიძლება ეხლა გოგოები აქ არიან, ითხოვს ბინას, რომ იყიდოს. და ის რაც აქვს იერარქიულად რაც აქვს, ის თავისი არ გონია და არც არის თავისი და ითხოვს ბინას. ის ბინა საიდანღაც არ მოვა. რატო? იმიტომ რომ რაც აქვს იერარქიულად, ენერგეტიკულად რაც მოდის, იმას უარყოფს და ის არც ეჭიდება და არც ფიგურირებს საერთოდ იმ ფუძეზე. და თუ არადა ეს ხო ფინანსები და ფულია. თქვენ მე მთხოვთ, მე უბრალოდ გიხსნით, აი ესეთი დინამიკებიც არის, ხო? თქვენ მე მთხოვთ, რომ რა ბლოკები მაქვს, რომ შემოვივიდეს ფული, რომ ვიყიდო ბინა, არ შემოგივართ. თქვენ გაქვთ. იმას არ მოიხმართ. და სხვა როგორ შემოვა? აი ჯერ ეს უნდა გაათვიცნობიეროთ, რომ აი ეს თქვენია. ენერგეტიკულად კი, ეხლა ნუ ვინ ვის რა დაუმტკიცებენ, არ მეხება მე. იმას ახსნი, რასაც ახსნავ და რაც სწორია ხოლმე. და იმას საიდან მოუვა ისა, როცა აქ და იმას არ იყენებ. ანუ ფული დევს.
და ითხოვს ფულს. ბინა აქ და ითხოვს ბინას. აი ესეთი სიტუაციებიც არის ხოლმე. მე უბრალოდ ის მაგალითად მოგიყვანეთ, რომ მე თქვენ ვერ გეტყვით, ანუ აი რა ბლოკებია და სად გიდებ და რის ბლოკებია. ეს იმდენი პროგრამებია, რომ ყველას ინდივიდუალურად აქვს. ნათია, ესა იმათ ახსენი? გასაგებად ახსენი? კი ბატონო. კი ბატონო, ანუ დიაგნოსტიკა მჭირდება, ესე იგი მე თავდი რომ აი გავიგო. პირველი ისიც ეს კი პირველადაც ეს ამოვიდა დამხმარე სიტყვაც გენეოლოგია ამოვიდა იერარქია ზოგადად ქვენი პრობლემა დევს აი ამაში შეიძლება და ისეთი რაღაცა კითხვა ყოფილიყო ხო ისეთი მოთხოვნა რომ აი იმათ რასაც გეტყოდით ამას გააკეთებდით ერთი დღე ორი დღე ხან არის ხოლმე რომ აი 21 დღე ზოგიერთი მასე წერია 21 დღე და თქვენ ყოველდღიურად დაინახავდით იმის შედეგს გააჩნია რა მოთხოვნაა თქვენი დევს იქ გენეოლოგიაში მე არ ვიცი რა მოვა იქ რა იქნება 10 წუთი გავიდეთ და მე შემოვიდეთ ნახოთ მოდი ერთი გავაკეთოთ კიდე და გავიდეთ აბა მეორე ხარაძე 84 კი აქ ვარ სახელი ანა ანა თქვენ ხო ყოფილხართ ჩვენთან კი თუ არ ვცდები კარგით ანა გისმენთ რა მოთხოვნა კანას ჩემ მოთხოვნა პირდაპირ კითხვას დავსვამ რატო ვერ ჩამოვყალიბდი ჩემი პროფესიის არჩევაში კონკრეტულად ანუ კონკრეტულ გზაზე დანიშნულება დიახ დანიშნულება აი წამოდით 8-9 თებერვალს და იქ მოგივათ ინსაიტები სად არის თქვენი ბლოკები რატო ვერ ჩამოვყა ანუ ჩემი დანიშნულება კი კარგით რა მიმართულებით უნდა გააკეთოს ანამ რა მიმართულებით უნდა იყოს მერე უკვე ველში მუშაობა რომ დაადგინოს თავისი დანიშნულება ხო დანიშნულება ჩემი დანიშნულება აბა მითხარით რომელი ანას დანიშნულება რომელი ანა მარჯვნიდან მეორე აქედან დიახ მეორე გეტყვით ეს რაც არის აქა მან მეხუთე აქედან დიახ 1 2 3 4 და 5 საჩუქარი და ნახოთ ახლა ეს ყველაფერი რას ნიშნავს თქვენ ესეთი რამე გაგიკეთებიათ თუ არა ცხოვრებაში აი ზოგადად წინაპრებისთვის ან მადლიერება გამოგიხატიათ თუ არა ან სანთელი დაგინთიათ თუ არა ან რაიმე გაგიკეთებიათ თუ არა მათ სახელზე ჩვენ ხო კი სანთელი დამიგია იმათგან მოვდივართ ზოგადად არა ხო და აი თქვენ ეხლა იმისთვის რომ ეს თქვენ უფალი ასე ვთქვათ ენერგეტიკულად დასაჩუქრდებით თქვენ თუ კიდეც 21 დღის განმავლობაში გამოუხატოთ მადლიერება თქვენს სამ თაობას თქვენს წინ ვინც დგას თქვენი დედა მამა მერე მათი სათითაო აიღეთ ფურცელი ამოიწერეთ შეეკითხეთ იქ თქვენს მშობლებს ბებიებს იმათ ვინ იყვნენ იმათი წინაპრების სახელები პირდაპირ ესეთი მრგვალები ესე დახალზე დაწერეთ სახელები და ყოველ დღე ყველას გამოუხატეთ მადლიერება იმისთვის რომ თქვენ ხართ იმიტომ რომ ისინი იყვნენ ხო ნუ ეს ხო ელემენტალურია და ასევე გინდაც პიროვნულად არა, მაგრამ აი თქვენთვის აზრებში
რამდენჯერ გამოგიხატიათ თქვენი მშობლებისთვის მადლიერება? ძალიან ისე ფაქტიურად არა. თქვენიან არა? ხო არ იმას ესეთი რაღაცა? კი. კი. აი ამიტომ თქვენ დააყენეთ თქვენი მშობლები წინ და ჩახედეთ თვალებში და გამოუხატეთ მათ ყოველდღე მადლიერება. რო გეტყვიან რას აკეთებ, მინდა რომ გავაკეთო. დედაჩემი რომ მეუბნება რას აკეთებ, მინდა დედა. ვერ აგიხსნით. ასე ვაკეთებ. მამაჩემამდე ჯერ მასე ვერ მისვარ მეტყვის რომ აიმე, ისედაც იცახის რომ აიმეო და ანუ აი ეს გააკეთეთ. მესმის. კი, თქვენ ამით დასაჩუქრდებით, ენერგეტიკულად დასაჩუქრდებით, ეს საჩუქარი მაგიტომ არის ნახსენები და ის დანიშნულების გზა გამოჩნდება. დასაგებია და ის წინაპრების მადლიერება თქვენ დადებული გაქვთ მედიტაცია წინაპრების მადლიერება მე მგონი თუ წინაპრების მადლიერება არა ენერგიის ენერგეტიკულად რაღაცა ხო ენერგიების ისა აღება წინაპრებიდან წინაპრების მედიტაცია ტრანსფორმაციების ჯგუფშია ტრანსფორმაციების ჯგუფშია ხო ეგ არის დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციების ჯგუფში ეხლა დღეიდან დღეს ხო 1 თებერვალია დღეიდან სხვა ჯგუფი შევქმნით სადაც ვაკეთებ დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციებს აღარ მოსულს 33 გოგოა იქ წამოსული მოდიან ანა არ არის ხო ანა არ იქნებოდა იმიტომ რომ ანას იანვარში არ გაუგია ეს სიახლე და მაგიტომ ანა ალბათ დეკემბერში იყო ჩვენთან მოსული არა ანა არა იანვარში ვიყავი ნუ ერთი სიტყვით ვისაც უნდა თავის თავზე მუშაობა ვინც ჩაიტარა დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციები და ვისაც უნდა თავის თავზე მუშაობას რას გულისხმობ მე ლაივებზე რო ესწრებიან როცა მე ველში ვმუშაობ და ვაკეთებ დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციებს იქ თქვენი პროგრამებიც იყრება გამიგეთ და თქვენს მუშავდები და თქვენ ტრანსფორმაციებს განიცდით და ასევე ვინც გაიკეთებს დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციებს ანუ ამ თვეში ისე რომ ვიღაცამ ნოემბერში გაიკეთა და მე ის 4 თვე მეტარებინა მსმენელის როლში ეს ენერგეტიკული ტვირთი მე არ მჭირდება მე ესეთები გამყავ ჯგუფიდან ამიტომ ეხლა ახალი ჯგუფი რომელიც არის უთხარი გოგოებს ვისაც გინდა თქვენ თავზე მუშაობა ნებისმიერი წამოდით ვისაც უნდა წამოვიდნენ ნუ ეხლა ყოველდღე კიდე სვახლები გვემატებიან ხო აი მაგ ჯგუფში არის დიანა კვანტის ჯგუფში არის აი ეს 9 თუ 10 მედიტაცია რასაც თქვენ იძახით რომელიც საჭირო არის ყველასთვის პრაქტიკულად იმიტომ არის მანდ რომ ვინც გადის დიაგნოსტიკა ტრანსფორმაციას ყველასთვის საჭიროა ეგ თქვენ ეგ გახსოვთ ეგ მახსოვს კი წინაპრებიდან ენერგიების კი აი ეგეც და მადლიერების გამოხატვა მადლიერება უნდა გამოუხატოთ უღმესი მადლობა თქვენ სამთაობას თქვენს წინ სამთაობას დიახ კარგი იმისთვის რომ აი წამოვიდეს ის ენერგიების ის ექნება დისბალანსი და მაგით რა თქვენ დიაგნოსტიკა გაიარეთ ჩვენთან რა გითხარით ხო გახსოვთ კი მითხარით სექსუალური ბლოკები სექსუალური ბლოკები იგივე ის არის გარესამყარო კი განიშნულება მე აღარ გაგიგრძელებიათ მე საიდანაც მახსოვს სადღაც ვიყიდე 5-0 ესა ტრენინგი და ვუსმენ და ვმუშაობ კი აი კი იმიტომ მახსოვ ხართ რომ თქვენ სადღაც იყავით აი მithოდეს 5-0 ხო რატო 6-0-ზე არ წამოხვიდით თუ 5-0 იყიდეთ 6-0-ზე წამოსულიყავით იქ უკვე ლაივში კვანტურ ველში ვიმუშავეთ და ფასდაკლებითაც აიღებთ სანამ 5-0-ს არ გავივლი იქამდე აზრი არა აქვს თქო ეგ ვიფიქრე და მაგიტომ არა უბრალოდ ფასდაკლებით აიღებდით მაგას გეუბნებით კი ვინც ლაივში მოდის სამუშაო ტრენინგებზე ხო ისინი ფასდაკლებით იღებენ შემდგომ ტრენინგებს მაგიტომ გეუბნებით მე თქვენ მახსოვხართ და იმიტომ კარგი თანა კარგი მადლობა დიდი ბატონო კი ბატონო 1 საათი გავიდა გავაგზავნე თუ გავიდე
არა, უკვე 1 საათი გავიდა. ეხლა ჩვენ გავდივართ, გადაწყვეტას ვაკეთებ და 2 წუთში შემოვდივართ. ეხლა მე ამას გავაჩერე.